Attention international traders. 1 აპრილიდან ევროკავშირში ტვირთის შეტანის პროცედურები იცვლება. სარკინიგზო საზღვაო სახმელეთო და საჰაერო გადამზიდავებს ევალებათ ევროკავშირის საბაჟო სისტემას, ევროკავშირისთვის განკუთვნილი ან ტრანზიტული საქონლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ტვირთის ჩასვლამდე მიაწოდონ. ევროკავშირის ქვეყნებიდან ტვირთის შესახებ დეკლარაციის წინსწრებით სისტემაში ატვირთვის ვალდებულება სახმელეთო გადამზიდავებისთვის რამდენიმე თვის წინ უნგრეთის შემთხვევაში ამოქმედდა. 1 იანვრიდან კი პოლონეთში ტვირთის გადაზიდვაზე გავრცელდა. შესაბამისად, ასე თუ ისე იმპორტის მართვის სისტემაში ეგრეთ წოდებულ ICS-2-ში ინფორმაციის ატვირთვის გამოცდილება სახმელეთო გადამზიდავებს უკვე აქვთ. 1 აპრილიდან კი ონლაინ რეჟიმში ამ ინფორმაციის წარდგენა მათ ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში ტვირთის ტრანსპორტირებისას ან ტრანზიტის შემთხვევაში მოუწევთ. კაიროს ლოჯისტიქსის გენერალური დირექტორის თქმით, მსხვილი გადამზიდავი კომპანიები ამ რეგულაციას მომზადებული ხვდებიან, თუმცა ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით ეს გაცილებით პრობლემური შეიძლება იყოს მცირე გადამზიდავებისთვის. ჯარიმა საკმაოდ მაღალი 2800 ევრო არის, ვინც არ ახსებს ამას, ეს პირველი პრობლემა არის. მეორე პრობლემა პატარა სატრანსპორტო კომპანიებისთვის, რომელთაც ესე ვთქვათ, არ აქვთ რესურსი ადმინისტრირების, მათთვის იზრდება ზედმეტი ხარჯი და პრობლემას ხნის. ხოლო მსხვილი კომპანიებისთვის ჩვენ ესე ვთქვათ, მომზადებულნი ვართ ისედაც ესე ვთქვათ, ამას შიდა მონიტორინგის თვალსაზრისით ვაკეთებთ და მესამე დიდი დადებითი ამით ისაა ამ ყველაფერს, რომ საკმაოდ ხშირი იყო ადრე ევროკავშირში ტვირთების დაკარგვის მომენტები და ამითაც ევროკავშირი ცდილობს, რომ აღმოფხვრას ეს მიმართულება, იმიტომ რომ შავი ხვრელივით იყო. და ამით ესე ვთქვათ, პატიოსანი გადამზიდები ვიჩაგრებოდით იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა კონტროლის სისტემა. პოლონეთში მუშაობს ასე ვთქვათ სისტემა სენტი, ხოლო ბირეგი მუშაობს უნგრეთში. ძალიან მტკივნეული იყო ამ პროცედურების გავლა და მერწმუნეთ, რომ ამ პროცედურების აწყობის შემდეგ ის ცვლილებები, რომელიც ახლა შეიძლება ითქვას ჩვენ მოგვივიდა და მოგვდის ნელ-ნელა დასანერგად, ხო? ეს ბევრად მარტივია. რამდენადაც ბევრად რთული სისტემები ჩვენ უკვე გადავიარეთ ავტომობილისტებზე მაქვს საუბარი და დაახლოებით 15 რეგულაციიდან 14-ს ისედაც ვასრულებდით. ევროკავშირი მოთხოვნებს ამკაცრებს საზღვაო გადამზიდავებისთვისაც, მათაც 1 აპრილიდან ევროკავშირში ტვირთის მიღება ტრანზიტისთვის იმპორტის მართვის სისტემაში დეკლარაციის, ანუ INS-ის ატვირთვის ვალდებულება უჩნდებათ. თუმცა აღსანიშნია, რომ საზღვაო გადაზიდვებში ჩართულ კომპანიებს მსგავსი რეგულაციის შესრულების გამოცდილება უკვე აქვთ ამერიკის ბაზარზე. როგორც COSCO Shipping Line-ის გაყიდვების გენერალური მენეჯერი განმარტავს, აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო პროცედურებს. საზღვაო გადამზიდავებისთვის კი აღსასრულებლად ეს სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან მსგავსი პრაქტიკით ისინი აქამდე ამერიკის ბაზარზე წარმატებით მუშაობდნენ. ამერიკის ტრეიდზე ეს პრაქტიკა იყო, დიდი ხანი არსებობს და ჩვენ ამ პრაქტიკის მიხედვით მუშაობთ და ეს უბრალოდ ახლა დაემატა ევროპას, რაც არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. პირიქით, ესე რომ ვთქვათ, უფრო და უფრო ციფრული ხდება და უფრო და უფრო პროცესების და ზოგადად მთელი ლოჯისტიკური ჯაჭვის დროის შესამცირებლად კეთდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, თავისთავად ტვირთების კონტროლიც, რომ რაიმე აკრძალული ან სანქციონირებული ტვირთი არ გაიფაროს. ძალიან კარგია, იმიტომ რომ თუ რამე პრობლემა აქვს ტვირთი თქოვენ შემოწმებას, ჩვენ უკვე უნებრივია ვართ გზად და დროს არ კარგავთ. აი ბოლოს ასეთი შემთხვევა მქონდა, გავუშვით ვაგზავნეთ მანქანა მისაბმელი კონსტანცაში და დავკარგეთ დაახლოებით 1 კვირა. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს 1 კვირა ტვირთისთვის გაჩერება და ხარჯები გაიზარდა. ევროკავშირში ტვირთის მიღება ტრანზიტისთვის დეკლარაციების წარდგენის მოთხოვნა ასევე ვრცელდება სარკინიგზო და საჰაერო, ასევე საფოსტო და ექსპრეს გადამზიდავებზე. მათ ევროკავშირში საქონლის შეტანის ახალი პროცედურის დაცვა 1 აპრილიდან მოუწევთ.